Orvacoyo, Nicolas Gaganava, Georgia. დღეს მსოფლიოს 79 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლის სახელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ როჩესტერში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კონკურსზე წარმატებით გაიჟღერებს. Genius ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების მოსწავლეები კი მსოფლიოს 1370 მოსწავლეს შორის კონკურსის მთავარ გამოწვევებს თავს ღირსეულად ართმევენ და ინოვაციური გადაწყვეტილებებით ქმნიან სხვადასხვა პროექტებს, ნამუშევრებს, რომლებიც საერთაშორისო ჟიურის ყურადღებას იპყრობს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც ხდებიან. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გავიგე, გავიმარჯვე, მივიღე ვერცხლის მედალი, ძალიან გამიხარდა, გამიკვირდა კიდევაც, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კონკურენცია მქონდა, ბევრი ბავშვი იყო, ძალიან კარგი პროექტებით და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოდან ჩამოსულმა ესეთი აღიარება მივიღე. Every afternoon we spent hours cleaning garbage. 17 წლის ლილია პავლიაშვილი მათ შორისაა, ვინც Genius ოლიმპიადის ერთ-ერთ გამარჯვებულად და მედალოსნად სახელდება. ლილია ოლიმპიადის დავალების შესაბამისად მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია, რომელიც მსოფლიოს ეკოლოგიის პრობლემებს ეხმიანება და დისტოპიურ მომავალზე მოგვითხრობს. ჩვენების შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი ჟურის წევრი და მითხრა, რომ ჩემი ფილმი მის ერთ-ერთი საყვარელი იყო, 5 ჯერ უყურა და ჩემი ტექნიკური ასპექტები ფილმის ძალიან მოეწონა. ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე, სცენარისტიც მე ვიყავი, რეჟისორიც ვიყავი. ჩემი მთავარი мотиваცია ის იყო, რომ ჩემი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი არის და ეს ჩემი მთავარი გატაცება არის ფილმები და ფილმების შექმნა და ძალიან გამიხარდა, რომ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადამეღო და ამერიკაში ოფიციალურ ჩვენებაზე წარმოედგინა. Genius ოლიმპიადა საერთაშორისო პროექტებზე დაფუძნებული ოლიმპიადაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-12 კლასის მოსწავლეებს აერთიანებს. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციების, შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოს დაცვის იდეების წახალისება. უკვე 15 წელს ითვლის Genius ოლიმპიადის ისტორია და საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ სხვა საერთაშორისო ქვეყნები და მათ შორის საქართველოს 2017-დან შეუერთდა აღნიშნულ ოლიმპიადას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა Genius ოლიმპიადაში და მსურველთა რაოდენობა. წელს ჩვენ 2026 წელს ვიყავით წარდგენილი 13 მოსწავლე და საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ჩამოვიტანეთ ვერცხლის მედლები, ჩამოვიტანეთ ბრინჯაოს და ჰონოროვი მეშინის წოდებები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო მედლების რაოდენობის თვალსაზრისით. 15 წლის ერეკლე ლომაძე მაშველ რობოტს სწორედ ოლიმპიადის დავალების ფარგლებში ქმნის, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ემსახურება და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფად რეაგირებს. რობოტი საერთაშორისო ჟიურის ყურადღებას მალევე იპყრობს. შედეგად კი ერეკლე Genius ოლიმპიადის ერთ-ერთ მედალოსნად და წარმატებულ მონაწილედ სახელდება. მას შეუძლია ხანძრის ჩაქრობა და ნაგვის აღება. ანუ გასუფთავება გარემოსი. რა მექანიზმს იყენებს თქვენი რობოტი და როგორ ხდება ამ ხანძრის ჩაქრობა? ან თქვათ თუ ხდება დაზარალებული ადამიანების გამოყვანა ხანძრის კერებიდან? მე რობოტს აქვს ორი მექანიზმი, ხედავთ შემდგომ მექანიზმს, რომელიც წყალს და ნაგავს იღებს და ამწევი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია ჩაქრობა ხანძრის. 15 წლის ნატალი ნოზაძე ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად მუსიკალურ განათლებასაც ფლობს. ამჯერად მისთვის Genius ოლიმპიადა აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ჩანაფიქრი რეალობად ექცია. კონკურსის ფარგლებში შექმნა მუსიკალური ნაწარმოები, რომლითაც საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე შეძლო. თემატიკა ოლიმპიადის იყო გარემოს დაცვის საკითხები და ჩემი მისია იყო შემექმნა რაიმე მუსიკა, რაც იქნებოდა კავშირში ამ გარემოსთან დაკავშირებით და გავრცელდა სათქმელს მუსიკის სახით. ძალიან სასიხარულოა ასეთი შედეგების ნახვა და იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენ შევძელით და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის.
ქართველი მოსწავლეების მიერ წარდგენილ პროექტებს შორის გამოირჩევა ნიკოლოზისა და დავითის მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც სტიქიური მოვლენებისა და სხვადასხვა საგანგებო შემთხვევების დროს ადამიანების ადგილმდებარეობას განსაზღვრავს და მათ მაშველებთან სწრაფად აკავშირებს. Honda 24 საათიანი პერიოდი, რაშიც უნდა ჩავტოვულიყავით და გავაკეთებინა ეს პროექტი. ჟიურის წევრები ჩვენი პროექტით საკმაოდ დაინტერესდნენ, ჩაგვეძინენ, კითხვებს გვისმევდნენ. ძალიან დაინტერესდნენ ერთი ფაქტორით ვახსენეთ რუკა როგორ გავაკეთეთ და მაგაზე გააგზავნეს ბევრი კითხვა და გვისვას. თავიდან არ ველოდით ესეთ დიდ წარმატებას და რომ ავდით სცენაზე თან ვიცოდი მე რომ მთელი ოჯახი მიყურებდა და ძალიან გამიხარდა. მივიღეთ ბრინჯაოს მედალი, სერტიფიკატი ასევე და ძალიან ემოციურად და გახარებულად ჩამოვედი ისევ საქართველოში. ამერიკაში საქართველოს კულტურა წარმოაჩინეთ და ასე გახარებულები და წარმატებულები ჩამოვედით საქართველოში. თითოეული მონაწილისათვის გენიუს ოლიმპიადაზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ 79 ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებთან ერთად უწევთ ასპარეზობა და იღებენ ისეთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც არის პრაქტიკულად შეუფასებელი. განსაკუთრებით სასიხარულოა ეს ფაქტი, რომ ჩვენი გუნდების, პროექტების კრეატიულობას აღნიშნავენ ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები და მათი ტრენერები, როგორიც არის ამერიკა, ევროპა, ჩინეთი, მოკლედ განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ ესეთი პატარა ქვეყნიდან წამოსული მოსწავლეების კრეატიულობა გვაძლევს იმ შედეგს, რომელიც მივიღეთ.